გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი და წარმოგიდგენთ Zoom-ის მორიგ ვიდეო მოხილვას. უკვე რამდენიმე წელია კომპანია HTC ცდილობდა შემოეთავაზებინა smartphone-ი, რომელიც ყველა კუთხით იდეალური იქნებოდა, მაგრამ ეს დიდად არ გამოსდიოდა. HTC M7-ს კამერის პრობლემა ჰქონდა. M8-ში თითქოს და გამოასწორეს, მაგრამ იგი კვლავ შორს იყო იდეალურისგან. M9-ს ძირითადად გადახურების პრობლემა ჰქონდა. წელს კი მათ წარმოგვიდგინეს იდეალურთან მიახლოებული smartphone-ი და ეს HTC 10-ია. თვალსაჩინოა HTC 10-ის დახვეწილი და სრულიად თავიდან შემუშავებული დიზაინი, რომელიც წინა მოდელებისგან შესამჩნევად განსხვავდება. მას დაემატა დიდი სანაბერძი სენსორი, რომელიც წინა მხარეს არის განლაგებული. HTC-მ რატომაც უარი თქვა სტერეოდინამიკებზე. დინამიკმა ახლა ქვედა მხარეს გადმოინაცვლა, მაგრამ ამის მიუხედავად, smartphone-ის ხმის ხარისხი ნამდვილად ძალიან მაღალია. ასევე ქვედა მხარეს განლაგდა USB Type-C შესაერთებელი, რომელსაც Quick Charge ფუნქცია აქვს. HTC-მ პირველად გამოიყენა ლაზერული ავტოფოკუსი, რომელიც ორმაგი განათების ქვემოთ არის განლაგებული. კამერა კვლავ გამოწეულია, მაგი დაზედების დროს ირღევა და მოუხერხებელია. ტელეფონის ეკრანი 5.2 ინჩიანია, რომლის გაფართოება Quad HD-ს შეადგენს. PPI კი 565-ს. ეკრანი Super LCD 5 ტექნოლოგიით არის დამზადებული და შესანიშნავი ფერები აქვს. მას Gorilla Glass 4 შუშა იცავს. HTC 10 4 ბირთვიან Snapdragon 820-ზე მუშაობს. აქვს 4 GB ოპერატიული მეხსიერება და ნებისმიერ თავს იგი უპრობლემოდ ართმევს თავს. გამოსწორდა გადახურების პრობლემა და დაემატა სპეციალური რეჟიმი, რომელიც თამაშის დროს ელემენტის ოპტიმიზაციას აკეთებს, რის შედეგად ტელეფონი უფრო მეტ ხანს მუშაობს. კამერა შეიცვალა, იგი 12 მეგაპიქსელიანია და როგორც HTC-მ განაცხადა, მას Ultra Pixel 2 და 0 ჰქვია. დიაფრაგმა 1.8-ა, აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია და ხარისხი შესანიშნავია. კამერის ინტერფეისი სტანდარტულია და საკმაოდ მარტივი. მას აქვს პანორამული და Pro რეჟიმიც. ვიდეოს Quad HD რეზოლუციით იღებს და შეუძლია slow motion და hyperlapse ვიდეოს გადაღებაც. წინა კამერა 5 მეგაპიქსელიანია. მას აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია და შეუძლია Full HD ვიდეოს გადაღება. HTC 10 6.0 Android-ის ვერსიაზე მუშაობს. ინტერფეისი საკმაოდ დახვეწილია და ლამაზი. შეიძლება თემების შეცვლა და ინტერფეისი სრულიად იცვლება. იგი მიახლოებულია სტანდარტულ Android-თან და მასში ცოტა HTC-ის წარმოების აპლიკაციებია ჩაწერილი. თითი სანაბერძი სენსორი კი ძალიან სწრაფია და კორექტული. საერთო ჯამში HTC 10 საკმაოდ დახვეწილი და ძლიერი smartphone-ია. გამოსწორდა ბევრი შეცდომა, რომელიც მის წინა მოდელებს ჰქონდათ. მაგალითად, კამერა ახლა იდეალურია და ტელეფონი არ ცხელდება. სისქე ოდნავ დიდია, მაგრამ მეტალის კორპუსის გათვალისწინებით ეს შეცდომა შეგვიძლია ვაპატიოთ. ესეც კი სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.